საზრუნავით ქონა ეს ადამიანები რომ ყოფილიყო მხოლოდ ამ საკითხებით რაღაცა მინისტრის და მათ შორის თქვენს მდგომარეობაში რაღაც ხაჭარაძის საზოგადოება ალბათ სავარაუდოდ ყავდეს დარჩენილი ვისთანაც არ არის ლაპარაკები და კონკრეტულად ხო, ეს შემიძლია მისმაც მაგაცება ჩამოიფრა ბატერია სადაც ერია რომ დღეს ჩვენ დღეს დავიწყეთ ეს შეხვედრები, მე მინდა რომ რეგულარულად შევხვდე ჩვენი გმირების დედებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის სწორედ დედებთან შეხვედრა, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გაზარდეს გმირები და ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება. შეხვედრამაც კარგად აჩვენა რა ტიპის თხოვნები აქვთ, რომ მათი შვილის სახელი დაერქოს ქუჩას, მათი შვილის სახელი იყოს მემორიალზე. იმიტომ რომ ეს არის რითიც ისინი ცხოვრობენ და მე ყველანაირად შევეცდები ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად სხვადასხვა საკრებულოებში მივაწვდინო ხმა და იქნებ ავიღოთ ორიენტირად მომავალი წლის 8 აგვისტო და იქამდე ეს პრობლემები დავასრულოთ. და ყველას საკუთარ სოფელში, საკუთარ ქალაქში სათანადო პატივი მივაგოთ, რომ მათი სახელი უკვდავუყოთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქვთ ამ ადამიანებს სხვა ტიპის პრობლემებიც, ამაზე მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მთელი ხელისუფლება და მე სწორედ ამ შეხვედრაზე დღეს მინდოდა უფრო დეტალებში მომისმინა, იმიტომ რომ ჩვენაც გეგმები გვაქვს და არ მინდა რომ ეს გეგმები აცდეს ერთმანეთს. ამიტომ უკვე შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ოქტომბრისთვის დავგეგმეთ, უკვე უფრო კონკრეტულად შედეგებით, რაც დღეს მათ თხოვნები ჰქონდათ და მომავალი გეგმებით გავისაუბრებთ. 20 კილომეტრშია ჩემი სოფლიდან. ჩემი შვილი დაკარგული და დარსაც რომ ვერ გამომიყვანენ და საფლავიც რო არ მექნება. ძალიან ვთხოვ და ძალიან მიყვარს ქალბატონეთინა და მინდა რომ დაგვეხმარო სამ უგზო უკრო დაკარგულ დედებს. შეუძლებელს ვერავინ ვერ გააკეთებს, ჩემო კარგო, მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრს უჭირს, ძალიან ბევრი გაჭირებულია, ბევრს თავისი რაღაც გაჭირება აქვს, მაგრამ რა ვქნათ ახლა? საშუალება რო არა, რა ვქნათ? ვერაფერს ვერ მოვიტხოვთ ისეთ, რაც არა რეალური, ხო? მე მადლობელი ვარ, რასაც მიკეთებენ, რასაც ჩემ შვილს უკეთებენ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, რომ ჩვენთან შეხვედრა ისურვა. მართალია ახლა გული მკვდარი გვაქვს ყველა დედას, მაგრამ მაინც ესეც კარგია, რომ ხანდახან ჩვენ გაჭირვებას გულთან მიიტანენ და კითხულობენ. ჩანს, რომ დაღუპულის მშობლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ სათანადოდ სცეს მათ პატივი. მაგალითად, ქუჩების და სკოლებს რომ მათი სახელები დავარქვათ, ამას სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტებმა ცოტა მეტი უნდა გააკეთონ და პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე დააყენონ ის ადამიანები, რომლის მეხსიერება ჩვენმა სახელმწიფომ სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს.